როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაზრდილია და ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს კრეატიული თუ რიტმული სამუშაოების შესასრულებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება და გაფართოვდება, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ნამდვილად ეხმარებიან ადამიანებს შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაში და უფრო სწრაფად და უკეთესადაც შესრულებაში. ერთ-ერთი საინტერესო რამ, რაც ამ გამოცდილებამ მკაფიოდ გვაჩვენა, არის მენეჯერების ინტერესი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მიმართ და ძალიან ბევრი ადამიანი საკმაოდ ინტენსიურად მიმართავს ამ ტექნოლოგიებს, თუნდაც ისეთი კითხვებზე პასუხის მისაღებად, როგორიცაა როგორ უნდა შეუქმნა თანამშრომელს მოტივაცია, ან როგორ უნდა მივცე უკავშირი, ან როგორ უნდა გადაწყვიტოს, რომელი კანდიდატი დაიქირაოს და მიიღოს გუნდში. ფიქრობ, მენეჯერისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება და რა თქმა უნდა არსებობს უკვე მინიმალური წესები თუ რა ინფორმაცია უნდა გამოვართვათ ხელოვნურ ინტელექტს, რა კითხვებით უნდა მივმართოთ და როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ადამიანების მართვაში. ჩვენი სემინარიც ზუსტად ამ თემას მიეძღვნება. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ სრულად და რა ინფორმაცია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ ან შევარჩიოთ ჩვენი მოსაზრებიდან რომელიმე, თუნდაც გუნდის მოტივაციისთვის, დაქირავებისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ ანაზღაურების განაკვეთის განსაზღვრის დროსაც კი.